დიდ ბრიტანეთს ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლის რეალური ბერკეტები აქვს. პირველებთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მთავარი ლობისტი ბრიტანეთის პარლამენტში ჯეიმს მაკლერი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს შიშის რეალური მიზეზები აქვს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მას სანქციებს დაუწესებს, ეს უდიდეს ზეგავლენას მოახდენს მის აქტივებზე, მის ქონებაზე, რადგან ოლიგარქი ივანიშვილი ქონების უდიდეს ნაწილს დიდ ბრიტანეთში და მის საზღვრის მიღმა ტერიტორიაზე კონკრეტულად ვირჯინიის კუნძულებზე ფლობს. ჯეიმს მაკლერი პირველებთან ექსკლუზიური ინტერვიუში აღნიშნავს იმასაც, რომ ივანიშვილის ქონება არის გამოაშკარავებული, მის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია აქვს დიდი ბრიტანეთის მთავრობას. შესაბამისად არავინ იცის, როდის აამოქმედებს სანქციებს ბრიტანეთი ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ და ამის გამომწვევი მიზეზი იქნება ბიძინა ივანიშვილის როლი საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. მაკლერი ამბობს, რომ მის კოლეგებთან ერთად ბრიტანეთის პარლამენტში გააგრძელებს ლობირებას, რომ მთავრობამ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ოლიგარქი ივანიშვილის დასანქცირება, მუშაობა თემთა პალატაში გრძელდება, სულ უფრო მეტი მხარდამჭერი ყავს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას, როგორც ამას ბრიტანელი პოლიტიკოსი ამბობს და აღნიშნავს იმასაც, რომ სექტემბრიდან აქტიურად დაიწყება თემთა პალატაში ზეწოლა განცხადებებით და სხვადასხვა ქმედებებით ბრიტანეთის მთავრობაზე, რომ დააჩქარონ მიიღონ სწრაფი ზომები ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ, რადგან ივანიშვილი არის ჩრდილოვანი მმართველი, როგორც მას უწოდებს ბრიტანელი პოლიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი რეალური ბერკეტი, რაც შეცვლის საქართველოში მდგომარეობას და რამაც შესაძლოა აიძულოს ბიძინა ივანიშვილი ქვეყანა დაუბრუნოს დემოკრატიულ გზას. And he has absolutely lots of reasons to fear UK sanctions, as everybody does. ბიძინა ივანიშვილს ბრიტანული სანქციების შიშისთვის ბევრი მიზეზი აქვს. ბრიტანული სანქციები ძალიან ეფექტური შეიძლება იყოს, რადგან ბრიტანეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური ცენტრია. როდესაც ადამიანები სანქციების ქვეშ აღმოჩნდებიან, მათზე დიდ გავლენას ახდენს. ბრიტანეთში ბიძინა ივანიშვილი გამოაშკარავებულია. მას აქვს დიდი ქონება აქ და საზღვრის მიღმა ტერიტორიებზე. აქედან გამომდინარე, ბრიტანეთის მთავრობის სანქცირებას მასზე ძლიერი ეფექტი ექნება, რადგან ჩვენ მასზე რეალური ზეგავლენის ბერკეტი გვაქვს. როდესაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირება ვახსენეთ, ქართული ოცნების ისტერია თვალსაჩინო იყო. კონსპირაციული თეორიები და უცნაური საუბრები ომის პარტიაზე. ეს არის ნარატივი, რომელსაც ქართული ოცნების პარტია იყენებს. ბევრი მიზეზი აქვს დარდისთვის. ფიქრობ ივანიშვილიც დარდობს ამაზე. აქედან გამომდინარე გავაგრძელებთ ზეწოლას. მთელი ევროპა უკმაყოფილოა იმით, როგორც ის იქცევა და რა ეფექტიც აქვს ქართულ დემოკრატიაზე. იმედგაცრუებაა, რომ ჩვენმა მთავრობამ ჯერ კიდევ არ მიიღო პირდაპირ ზომები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ გავაგრძელებთ ზეწოლას. მე და ჩემმა კოლეგებმა უკვე დავაყენეთ ეს მოთხოვნა პარლამენტში. საკმაოდ ფართოდაა ეს მოთხოვნა გავრცელებული ბრიტანეთიდან. აშკარაა, რომ ივანიშვილმა საპირისპირო როლი ითამაშა საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში. ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილის რუხაძის და მისი ახლო გარემოსვის სანქცირება ვერ მოხდა. თუმცა ჩვენ უკვე დაუწესეთ სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებს, რაც მთავრობის მცირედი ნაბიჯია. სექტემბერში ჩვენ დავუბრუნდებით საპარლამენტო სესიებს და გავაგრძელებთ მთავრობაზე ზეწოლის მოხდენას, რომ მიიღონ სწრაფი ზომები. ამერიკელები ჩვენზე წინ არიან, მათ უფრო მკაცრი ზომები გამოიყენეს ივანიშვილის წინააღმდეგ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამერიკელებთან მუშაობას. We'll continue to push, we'll continue to work with the American ბრიტანელი პოლიტიკოსი საქართველოში რუსულ გავლენებზე და რუსეთის ჩარევებზე საუბრობს. ჯეიმს მაკლერი ამბობს, რომ რუსული ჩარევის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია უცხოური აგენტების შესახებ კანონი, რომელიც ამოქმედდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთს აქვს მძლავრი ბერკეტები და გავლენა. ის ახსენებს უნგრეთს და ასევე ბელორუსს, სადაც პუტინის უახლოესი მოკავშირეა ხელისუფლების სათავეში და შესაბამისად ჯეიმს მაკლერი ამბობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილია სრულად პასუხისმგებელი ყველა იმ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯზე, რომელსაც ხედავენ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საქართველოში. ის არის პასუხისმგებელი, როგორც თავად ამბობს, დემოკრატიის ძირის გამოთხრაში და მას მიუწვდება ხელი ყველაფერზე. შესაბამისად აუცილებელია, რომ რაც შეიძლება დროულად მიიღოს არა მხოლოდ დიდმა ბრიტანეთმა, როგორც მაკლერი ამბობს, ახლაც გრძელდება მუშაობა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რათა ერთობლივად გააგრძელდეს სხვადასხვა მექანიზმებით ზეწოლის ბერკეტი ოლიგარქი ივანიშვილზე, რათა მოხერხდეს საქართველოს დემოკრატიულ რელსებზე და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება. I think it'd be fair to say that
UK MPs are. სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ბრიტანელი პარლამენტარების საკმაოდ ერთიანები არიან იმ აზრში, რომ საქართველოს დემოკრატიას და თავისუფლებას ძირი გამოუთხარეს. ამიტომაც ზეწოლას ვახდენთ მთავრობაზე, რომ გადადგან ნაბიჯები. ევროსაბჭოშიც გავაგრძელებთ ძლიერი განცხადებების გაკეთებას და შეხედეთ. მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ევროსაბჭოში ჩვენ მივესალმებით ქართულ დელეგაციას, თუ ისინი დაიცავენ ძირეულ მოთხოვნებს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ძირითადი სტანდარტების შესრულება აუცილებელია. საქართველოში, უნგრეთში, ბელარუსში და მსგავს ქვეყნებში ჩვენ ვნახეთ უცხოური გავლენის აგენტების კანონი და მსგავსი ზომები, რომლებიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების ძირის გამოთხრას და დემოკრატიული პროცესის დამხობას. აშკარაა, რომ რუსეთის ზეგავლენა მძლავრია. ვიცით, რომ ის სხვადასხვა ქვეყნების შიდა პროცესებში ზედმეტად ერევა და ამას ვეჭობთ საქართველოშიც. Suspect that very much. ბრიტანელი პოლიტიკოსი ამბობს და დარწმუნებულია, რომ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ქართულ ოცნებასაც ადარდებს ბრიტანული სანქციები და ეს გამოჩნდა მას შემდეგ, რაც თვალსაჩინო გახდა მათი ისტერია, როდესაც დიდი ბრიტანეთი ალაპარაკდა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბერკეტი, რომელიც შეუძლია ბრიტანეთს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს გამოიყენოს საქართველოში დემოკრატიის საქართველოში რათა აიძულონ ქართული ოცნება დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას. ბრიტანეთი სანქციებზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა ბრიტანელი პოლიტიკოსი ამბობს იმას, რომ არავინ იცის, როდის აამოქმედებს ამ ბერკეტს დიდი ბრიტანეთი და სანქციებზე მუშაობა როგორც პარლამენტის დონეზე, ასევე მთავრობის დონეზე გრძელდება.